მორჩი. ნუ ესენი ამებს ლაშა გაიტანს. ან ჩემი შესატანები მორჩი. ეს ხადა დამთავრდა. რა ბოლია თუ რა არა. ეს აქ დავდოთ. ჯერ გამარჯობათ. ანუ აი ეს უნდა ჩავალაგო საწოლში, ყველაფერი შემოვიტანე. და ეს მაქვს ნასკები. რომლისაა და დავულაგო. ცოტა წამოწოლილი ვიყავი ახლა, რომ ფეხი ფეხი შეცივდა. მოვჩი მე მგონი რა. ანუ ეხა იმ თეთრ შკაფზე რაღაცა ისეთები ალაგია, რომ სულ აშამ უნდა აალაგოს. დრელე, რაღაც ანუ ის ხელსაწყოები, რაც აქ გამოვიყენეთ და აი მაგებს რო აალაგებს, მაგის დაშლას უკვე აღარაფერი ანუ ნუ ყოველ შემთხვევაში მე რაც შემოსატანი და დასაბინავებელი იყო დავაბინავ. ერთი დამჭა საერთხმა გასაფერი, მოდი ხამას ავხდი. თუ არა მომიპირქავ და ვინახე რა გავაკეთებ. კიდევ ეს ხო არის მამი და ჩემის ნაჩუქარია, წება გავრეცხე, გავხეხე, გავაფითქინე. თეთრი არ არის, რაღაცა სპილოსთვის ფერის ის აქვს, ელფერი. ხო და ასე მილაგე. ასე. ნახეთ რა არის შიგ. ბურთები. ნაწილი მქონდა ვაგროვები და ნაწილი შაშან წინ გამომიგზავნეს. პატრონი მიხვდება. და აი ასე დავალაგე, ნახეთ რა ლამაზები არიან. და ნახე კიდე რა მაქვს აქ. ეს ხო მაქვს. ნახეთ. ესეც მაგასთან ერთად ეს ორი ქვა არა. აი ესე ქვებია, პატარები და ლამაზები და საყვარლები და ასე დავდგი. მიუხედავად იმისა, მე ესეთი დეკორაციები დიდად არ მიყვარს ხოლმე. ანუ მინდოდა რომ მქონოდა ასე. თან ადგილს არ იკავებს და რაღაცა სიცოცხლის ის არის რა, რაღაცნაირად აცოცხლებს. ეს რაღაცებით მომწონს. ძალიან საყვარლები. ასე. ჩემი წამალის ატდევს. მოკლედ შესვენება ნომერი 2. ამას ჩავაქრობ ახლა. იქ ვაპირებდი იქ მაგიდას ზეთადგმას, მაგრამ არ მინდა. ეხლა ამას რო ჩავალაგებ, სანამ ივანე წავა მინდა ის მაგიდა ცავიღო აქედან. ანუ გავედი ბოლოში რა. და დავთქა აქ. так, დავთქა წყლის იმებს რა. ანუ მე მგონი თუსაც არ იქნება გამოშვერილი, არ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ ვიცი. იდეაში მინდა რომ აქედან ავიღო. ეგ მაგიდა უნდა შემომეტანა აქ. მაგრამ რადგან ეს მომიტანა ბიძინა. ეგ მაგასაც ხო შემოვიტან და დავთქა. არა და თეთრია და საყვარლობა. ან ფიქრობ, შეიძლება ისა. ჩავიტანო და შუაში დავდგა ბიბლიოთეკაში. კაიდია. მოკეთეთ მოდი ჯერ ახლა ამას ავხდი. ამა კონციალო. როგორ მინდა რომ გამოჩდეს, რატო ვერ ვდებ ასე. შტატივი სად აქვს? ირა. დადიქით აქ. ეხლა ეს ნაცია. თუ აიწე ძალიან უშავ. დიდად ძალა არ უნდა რა, თავისით მიდის. თავი არ მოყვეს, ხო გაჩერდებინა და. თავი აი ესე რომ წავყუდებაში და ჩამოვარდეს. ანუ სათავსო დიდი აქვს, მაგრამ გავავსე უკვე. ეხლა ცოტა მინდა მიწიო. ასე. რომ ეს რაღაცეებიც ჩავდო რა. ანუ ისეთი რაღაცეებია რომ სხვა მეთქე მოწყავია.
ერთი. ეს ორი. ჭურჭელს დავრეცხე. ნუ ჯანდაბას რა. თავარი გავედი ბოლოში აი საბითვის ის უბედურობა აღალაგე და თუ კარგად მოვიქცევი დღეს მოვჩები იმას. გონია რომ უნდა ამოყირავდე შიგ. აი აქ შეიძლება რაღაცა ჩავდო. ასე. მაგათ ვაფარებ. ბევრი არაფერი აღარც მაქვს ჩასადები. ესე. მე მგონი აღარ ეტევა ხალხი. აი ეს კაი. აღარ მალად. ეს რა არის? ანუ მას ვიღავდე ფაშკარად. არა და საჭიროა ჩაიდოს. არა ვიღავდე. მაშინ ცირას ვიზავა ესე. ამაში მიდევს დიდათაც ჩხრიალებს და არ მინდა ხარ ეს იოანე რო იყო პატარა და ეცვა აჭარული. და კიდე მაქვს ისინი რომ აქეთ ბარბარესია. აქეთ იოანესი. ამაში მე განახოთ. ბაღირო დაამთავრეს. ეს არის ბაიმე ბარბარე რა პატარა ყოფილა ბაღირო დაუნთ. აი მიმიკი მაუს დაუხატე სკოლისაკე ბოლოზარია ეს. თავრიკო მასწავლებლის დაწერილი და ელზა მასწავლებლის დაწერილი. ჯიბეზე. ეს არის ბარბარეს ბოლოზარის საროჭკა ბაღირო დაამთავრა. აი მე რა პატაცინა ყოფილა. ეს იოანე. სპანჯბობი უყვარდა ხოლმე. აქეთ ერთი მასწავლებლის დაწერილი და აქეთ გამოცალკეო შეიძლება ჩაეტიო. ეს ისენია. მგონი ჩავტი. არა, ეს მინდა. ეს არის ისა აზლები, აი სურათი ეწყობა და ეს არის ბარხატის. 1000 ცალიანია. ეს არის ჩემი. ესები. აი მეგობრობის რეული ჩემი. მეგობრობის არა. ლექსები რომ ეწერა ხოლმე. არ ვიცი ეს იმ პერიოდის ბავშვებს შეიძლება გქონდეთ. ეს არის ჩემი ბაღის მასწავლებლის ნაჩუქარი. იდელეძე კლუბალი. და ეს კიდე შავ-თეთრი ნახატები ჩემი. ნახეთ. ბარხატია და შავი პანტერა ეწყობოდა. კიდე ნახე რამდენი რამე მქონია, წასულდა. თოკა ესეთი რაღაცა არ აქვს უნდა მედოს. ყველა ვარიანტში რამინერე თუ ჩავტიო აქ, იმიტომ რომ ამას კიდე ნახავს აღაროს რეებია. სამახსოვროები რეები მქონია.
აბა ესე მოგძალი ასე კაცო კი არ იმღერებს თავისუფლებაა კი გაჭირვებაში სხვა რამეც ჩაეტევა. ანუ, რავი. აბა დავაფაროთ. Всё. Карта იწეცა ხალხო უყურთ. შვენიერ. შესვენება ნომერი 4. თუ რამე რაც არის. ველოდების დაუთვება დავიწყო და რატო გეტყვით. იმ სერიალს რომ უნდა უყურო ხო გითხარით გუშინ არც გუშინ არ მეყურებია. ვინ მირეკავს? წამი. უეთი. მოგეთ შესვენება ნომერი 2-ზე. ნახოთ აქ რა მიდევ. მეც არ მახსოვს, მაგრამ ეს აშკარად ჩემი სამახსოვრო რაღაცეები. და სკოლის პერიოდის რაღაც. ხალხო ეს ნახეთ. ამის ისტორია ეცოდინება ჩემს გოგოებს, ჩემს ბიძაშვილებს, მადო თუ მიყურებ გეცოდინება ეს გახსოვს როდინდელია კიტა. ჩემს ძაღლს ერქვა კიტა და იმ პერიოდში ნაკავზე მიპოვე ძაღლი, პატარა იყო რაღაცა და შევწავიყვან და ერქვა კიტა. ხო და იმ პერიოდში ვისაც რა ძაღლები ყავდა, იმის სახელებს ვეძახდით ერთმანეთს და ეს ჩემი მოქსოვილია ბისერები. ახი ხო და რაც შეეხება იმ სერიალს რომ უყურებ, ანუ ეხლა თუ უყურებთ იმედზე, არის კიდე სერიალი მამა პაისზე. რომელსაც არ ვუყურებთ შეგნებულად, სანამ ბოლო ანუ არ ვიწყებდი, იმიტომ როგორც იმას ველოდები, არ მიყვარს ეგეთ ალოდება და მით უმეტეს ეგეთი სერიალის. ხო და ისა დამთავრდა რა, სრულიად ბოლომდეა და ამიტომ მინდა რომ ვუყურო თავიდან ბოლომდე და დაუთვებას ველოდები მაგითო. იმდენიც არ ეცხი მაქვს. შეიძლება მთლიანი სეზონი დავუყურო. დედა ესეც ლექსებია ხალხო. ესეც ჩემ გოგოებს მივახსოვრებათ. სუსავსია. აიმე, ეს ვისე, ვინ არის ესენი? ნინიკოსკა, ნინიკო ვინ არის? ნინიკო მანოს ითე. ეს ჩემი ნინოა. დარე ნინოს იმისი და აიმე, გეხვეწებით ამაზე არის. აი, რა მეშველებო და არა და არ მივარდა ეგ ტიპი. მან ჩოხავტო შენ ხარ ძალიან კარი. დარე, ნახე თუ მიყურებ, დარე შენი დახასიათება. იმდენი რაღაცა მაქვს ესეთი რომ რა იყოს, ეს ვინ არის? თამუნა ზაზულიშვილი, ჩემი კლასელი. აუ ნონა, ეს იქნები შენ ნაწერზე ვცნობ ხოლმე. არა, გვანცა. აი, მე კლასელებისაც მქონია აქ ხალხო. რასასაცილოები ვესალობი. სოსა. გეხვეწები სოსოსა ნახე რა. სოსოს ნაწერი. სოსოსი თათაც არის ნოდასიც იქ იქნება ეს ნინო ღუჭაშვილი. აი, მე რა კარგი არის. იდეც საყვალდღეც დაიძებ. ნაჩო. ლია კანდიდატი. ლევანი. მაიკო, ნონა შენ გეძებ. ეკა, ნათია. იმედია დამიწერე. თან ის არის რა ქვია.
ლექსებია, თა რაღაცებია სკოლის რაღაც ჩანახატები. ეს ვინ არის? მანჩო. თამილა. კენი თამი. იმედია ყველას მანჩიტინო. ეს ვინ არის? კარგად მაილა. არ ვიცი, ვისი ეს? ლია. თამთა. მოგეთ რა, ესეთი რაღაცები თუ გაქვთ თქვენს, არ გადაყაროთ ხალხო. ძალიან მაგარი ესეთი რაღაცები. ანუ სიყვარულის დღეს მილოცვებია ესენი. შესაძლოა ცილოები ვიყავით. აი მე მარხაზის ნაწილი. ჩემ მამიდაშვილის ლექსია ესა. წამოუკუმა დავწერთ ესა. იყო არბად 2000 წელს. არა მერე, სადღაც 2001 წელს. მახო შენი ნაწერი მაქვს მე იცოდე. იყოს ეს აქ ჩემთან. ეს სეუს სტუდბილეთი და ყიარა და ჩათვლის წიგნაკია. ეს რა არის? ეს თამილას დახასიათება თავისი. აი მე ხახნო ისეთი რაღაცების მის როგორ მიყვარდა ხოლმე. სალფეტკი მაქვს შენახული და გაფიცეთ ამიხსენთ როდინდელია. ეხლა უნდა განახოთ თავარი რაღაც. ჯერ განახეთ ამას. სადღაც მე-10 ან მე-11 კლასში ვიყავით 2003 წელს მორჩი ხო სკოლა 4 წელს. ხო და იმ პერიოდში სკოლები ეჯიბრებოდნენ ხოლმე ერთმანეთს და ახალი სკოლა და ძველი სკოლა შევეჯიბრენით რაღაცა ჩაოლები რო ახლა ხო იცი ესე მაგიდები რო დგა და რაღაცა ტვინის ეხა ისინი ის აქვია მაგას რავი სხვადასხვა მოკლედ სხვადასხვა ისინი ნინოს აქონა ტვინთა შეჯიბრიო თუ რაღაცა და მსგავსი ტიპის რაღაცები რავი მაშინ რა იქვა რა საადროდის არის ჩაოლებრივი ხო და მოვიგეთ ვინც იქ იყვნენ და მე ვიქეიფეთ ჩემთან სახლში ჩვენ გუნდს ერქვა ლოგოსი და აქ არის ყველა იმ ბავშვის ხელმოწერა ვინც იქ ვიყავით აბსოლუტურად ყველასი აქტიური მონაწილეები მე თუ რა მაგარია აი ეს რაღაცები არის ჩემთვის რაღაცა ოქროს ის ხო ოქროს ხანა იყო და ესენი ხო ჩემთვის ოქროსად ვიცი ეხლა აი არის სულ წერილები მე თუ აი არის სულ წერილები სამახსოვრო სკოლის პერიოდის ნახეთ სად მილაკი აი აქ არ ვიცი აქ მაქვს ამოხეურა ის დამეხა მეგობრობის როლი თუ რაღაცა და ყველა იმ ჩემი ბავშვის ჩემი კლასელის ის მაქვს აქ დაწერილი ეხლა უნდა განახოთ მაგარი რამე მე და ჩემი დაქალი მე-11 კლასში ანუ შეერთება გქონდა მე-9 კლასში ხო ვერთდებით ხოლმე მე-10-ში უბრალოდ რომ შევდივართ 2 კლასი იყო და გავერთიანდით და ვიცნობდი რა თქმა უნდა იმ პერიოდში ხა პარალელურ კლასელებს ხო იცნობდი მაგრამ მაინც ისეთი ურთიერთობა ხო არა გაქვს და ну მოკლედ მე-10 კლასში ძალიან დავახლოვდით მე და ნათია ჩემი ნატკა ხო და აი რა ვიცი დღემდე რაღაცა ჩემთვის ძალიან ის არის რა და რაღაცა მიწერმოწერა რა ქონდა ხოლმე ხან მე ვატანდი ხოლმე წერილებს თავის პატარა დას ხან ის ატანდა რაღაცებს ჩემთან და არავის რო არ წაიკითხა ხოლმე მოვიგონეთ ჩვენი ამბანი ეს ამბანი ისე ვიცოდით იმდენად ზეპირად ვიცოდით რომ ჩვეულებრივ რო ეხავ ქართული დაწერო ისევ წერდით მაგას ეხლა უნდა განახოთ ამბანით დაწერილი წერილი დღემდე მახსოვს დღემდე შემიძლია ახლა ეს წავიკითხო. ხო და
ეს არის ისტორიის ლექციაზე დაწერილი სასწავლებელი. მე ერთი წელი ერთად ვსწავლობდით და გადაიტანა საბუთები და გადავიდა სხვაგან. აი ეგეთი რაღაცები მაგ. ეს არ ვიცი რატო მიწერია. ესეც წერილებია. აი მე ნახეთ რა ვიპოვე გოგოებო და ბიჭებო. არა კაია დალაგება ხო იცი ძირითირობამდე რაღაც ხალას აღმოაჩენ ხალა ეს ვარ მე ეს ის პერიოდია საერთოდ თუ არავინ არ გეკითხება რა ჩაიცვა ჩემი ლამაზები მას ისე თავის პარკში ჩავსვავ მაგრამ ჯერ ეს უნდა განახოთ აი ნახე მაგი ადრე მარტყოფში გამოდიოდა ხოლმე ჟურნალი ქალბატონის სალომე ყველაშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა ჟურნალი რომელსაც ერქვა იალნო ხო იცით ჩვენი ქედია იალნოს ძირშია ჩვენი სოფელი იალნოს ქედის ქვემოთ არის ჩვენი სოფელი გაშენებული და ერქვა იალნო ხო და აი ლოგოსი ბოლოზარის ამბები, სკოლის ამბები, რაღაცები, მარტყოფის ამბები, იბეჭდებოდა ხოლმე ყველაფერი აქ და ეს არის 12 გვერდიანი ფურცლიანი იყო თუ რაღაცა რა და ეს არის ნახეთ ბოლოზარი, ჩვენი ბოლოზარია იქ დაბეჭდილი და მე მგონი ჩვენი ინტერვიუც უნდა იყოს, მოიცა გადავშალო. ეს მილოცვები არის, ჩვენი სურათები აქ. ხოეთო ჩემო, როგორ შეიძლება ეს ისე შევინახო, რომ კიდე არ დაზიანდეს. კლასის სპორტული ცხოვრება, ირაკლი რაზმაძე, ემზარ ივანიშვილი და კახა შპეტიშვილი. აქ ჩვენი ისინი არის, რა ქვია. ინტერვიუ. ვაიმეს არ მახსოვდა, ნონა არ ვიცი შენ გაქვს თუ არა და გახსოვს თუ არა, რომ ჩვენ მე-11 კლასში 2 კლასელი ყავდა გათხოვილი. და დღეს ეს ქალბატონი ერთ-ერთი შვილიშვილს ელოდება მეორეს. მე ხა გამოვიყვანე ბაღიდან. შორენა უჭაშვილი და მაკა გორდაშვილს ვლოცავთ ოჯახის შექმნას და გაბედნიერებას. ეს იყო, ანუ ეს ჩვენ კლასზე ხებოდა და აი ეს ორი ქალბატონი არის ჩემი კლასელი და აქ მიულოცებ კიდეც. მე სასაცილოები ხართ და ვართ. მე რა კარგია ხალხური ბალაგება ძირისძირობამდე ხარასიპორი ხანერა. მე ჩემთვის არის რა ვიცი. ეს დამჭა. ამ ბლოკნოტის ყიდვის მომენტიც მახსოვს. ამჟამინდელ ნეკოში ვიყიდე. ჰარი პოტერის როული. ოღონდ ეს არ არის ჰარი პოტერი. და იმიტომ არ მიხარია რომ ჰარი პოტერი. ან იმიტომ არ მიყვარს. ეს არის სამხედროს როული. იმ პერიოდში ლაშა გვასწავლდა სამხედროს და თუ რამეს გვაწერინებ და ვიწერდი ხოლმე აქ. ანუ ეს როული რო ვიყიდე, ჯერ არაფერი არ იყო. ვიყიდე ჩვეულებრივი როული სამხედროსათვის, სადაც მკაცრად გთხოვდნენ გაკვეთილების ჩაწერას, გთხოვდა ლაშა. ხო და აი ეს ყველაფერი მიწერია ხა, ყველაფერი კანონები სულ ვიწერია. აჩა ვიწერდი და ვისი აჯობებდა. მოიცა ნახე იმდროინდელი როულია ხახნო რომ ჰიმნი სხვა გქონდა და დროშაც დიდებაზე ცით კურთხეულს დიდება ქვეყნად 64-ის ტულფა ივერსა ეს არის 2004 წლამდე ჰიმნი რო გქონდა 2004 წელს უკვე ახალი ჰიმნი რომელიც ჩავიწერე სავარაუდოდ ეს ჩემი ნაწერი არ არის დათიამ დამიწერა უიჭველი ეს არის ჩემი ეს არის ჩემი ხატია სამშობლო. ხო და შესაბამისად მე ძალიან მაგრად მიყვარდა ხოლმე გაფორმებები რაღაცა როეულისა რაღაცა და ესენა. ეხა იმ პერიოდში სად იყო
Google და რო დაგეგუგლა და რაღაცა და სად იყო რომ დროშები ამ რომელი ქვეყნისა არის ის გექნა და არ ვიცი ბიბლიოთეკიდან მე მგონი რაღაცა რვეული წიგნი იყო პატარა სადაც ეს დროშები იყო ის და გამოვიწერე რა და მახსოვს ბიბლიოთეკაში როგორ გაუცებული მიყურება საზღვრებს გასცდება ესაო დროშები აინტერესებს აი მე მოკლედ ამას ავდებ ტურბოს უჯრაში და იცოდეთ იმიტომ რომ მე უეჭველი მე დამჭირდება და ეს ვერ უნდა მითხრებოდი მე ყოითი და ვერა ვარ კარგად ესეც ჩავაგდოთ აქ იყოს არა აქ რატო ჩავაგდე საიდანაც ავიღე იქ ჩავდი ამდენი წელია ვინახავ ეხა მოუღე ბოლო რომ მოვკვდები ეს ჩამაყოლე იქ გავერთობი ხოლმე აი ნასკები მაქვს ხალხო დასალაგებელი რას გავერთობი მოკლედ წავედი მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით ახლა აბა ჰედა აბა მესამე ვიდეოს თუ დავდებ და ეტაპზე ვიქნები ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მარტო საუთოებელი ხარ დამიჩება დანარჩენი დამთავრებული მექნები წავედი ახლა აბა პაკა შორენა ეს მშვენივრად მაქვს ეს საშუალებები ხო კარგი ხვალე სანამ სამსახურში გავალ ყველაფერი უნდა მოვუჩი წავედი